შუადღევა იმ მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო და ჩვენო ძვირფასო ტელემოყურებელო, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს სტუმრებს. როგორც ყოველთვის ამ ჩვენ სტუდიაში ვეხებით ესეთი ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ასე ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და არანაკლებ მნიშვნელოვან თემას უნდა შევასრულოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანს არის. ძალიან მნიშვნელოვანს, არანაკლებ კი ბატონო. მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვან თემას ვეხებით დღეს და ეგ დაალაგებულადაც არ უნდა დაგეწყოს საუბარი. თუმცა იცი რა, სანამ ამ პრობლემას მივადგებით და ვისაუბრებთ ჩვენ საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მე მგონი არ შეიძლება არ აღინიშნოს და ხაზი არ გაესვას გუშინდელ მარშს და გუშინდელ ხორბლს. არ ვიცი, აი ქართული სისხლი ამით უღდა, რასაც ეძახიან, ალბათ ზუსტად ეგ იყო, როცა ამ ყველაფრის მომსწრე ვიყავი, გამითანხმება ალბათ ყველა, ხო? კი, ის 50 კაცი ძალიან კარგად გამოიყურებოდა რუსთაველზე. ხო, მამუ ესე იგი, როგორ მაინტერესებს რამდენს დათვლიან ახლა? საერთოდ მე ვიკითხე რა, აი კალკულაცია თუ მოვიდა ჩვენი გუშინდელი რაოდენობის და აი 1500 კაცი ალბათ აი ეგ პრობლემა გვაქვს ზუსტად მე მგონია რომ 1500-ზე მეტი უბრალოდ არ იციან ციფრი რო არსებობს და აი 1500-ია და მორჩა რა. ხო, თუმცა 1500 იყო თუ 150 უამასესი იყო და ძალიან შთამიწავი თეადარჩიას მე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აი არა მარტო წაძღოლისთვის კი რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს რომელიც ჩაება, იცოდა ცეკვა თუ არ იცოდა ყოველ შემთხვევაში. ხო, აი ძალიან საინტერესო ამბავია ის, რომ ხა იტყვიან, რომ ვიღაც დაორგანიზა, რაღაც რა ქვია, მაგას როგორ ამბობენ? როგორ ინაცები ვართ, რაღაცნაირი. რადიკალები. რადიკალები ალბათ. როგორი? პსევდოლიბერალი. კი ბატონო, ძალიან ბევრ საფუძველს. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ეგრეა. ჩემი შვილი სწავლობს შეერთებულ შტატებში იცი და ეხლა ქონდა დასვენება საშობაო. თავის მეგობრები ეპატიჟებოდნენ. იქ ხო იცი როგორც ხდება ხოლმე, რომ ერთი კალიფორნიაში, მეორე მიჩიგანში თუ რაღაცა სხვადასხვა შტატებში, რომ ერთად დაესვენათ, მაგრამ ადგა და ჩამოვიდა, იმიტომ რომ უნდა რომ იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და სადაც ყველა არის და გუშინ მოცეკვავია მოგეხსენებათ მარტო წავიდა მეც ესე გვერდზე დამტოვა და მე შევერთე მარტო კარგი ეს გვერდიდან ვიყურებდი და არავის არ იცნობდა იქ რეალურად მაგრამ როგორც კი აი თავის შეგრძნებებს რომ მივიდა იქ აღმოჩნდა რომ ყველა ერთმანეთს იცნობს ყველას ერთმანეთი უყვარს ისეთი ემოციები იყო იქ და ისეთი შეგრძნებები იყო რომ მართლა ამის გამოტოვება არაერთხელ გითხოვენ სხვათა შორის რომ აი მარტო ხო არ წავალ აქციაზე ჩვენ სტუმრებთანაც გაგვიჟღერებია რომ აი მარტო ხო არ წავალ და იქ იმდენ ისეთი ერთობა რომ არავინ მარტო არ გაგუძლებელებს თავს აბსოლუტურად ყველა ერთმანეთის მეგობარი თანამოაზრე და ხო რაღაცა ერთიანობა იქვე იგზნო აბსოლუტურად არ გაქვს იმის გასა რომ მარტო მიხვედი ერთი სიტყვით აქციაზე და მე მგონი უნდა გადავიდოთ ახლა ჩვენს თავარ თემაზე რომელიც შეგვიძლია ძალიან სწორად შემისწორე წეღან ნიკოლოს იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საგანმანათლებლო სექტორში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა იქნებოდა ეს საგამოცდო სისტემიდან გარკვეული ნაწარმოებების ამოღება თუ ქართული დიპლომების საერთაშორისო აღიარების გაუქმების საფრთხე ქვეყანაში მიმდინარე მოკლედ პროცესები ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება და დემოკრატიის ჩარჩოებიდან გასვლა ცხადია ყველა დარგს აზარალებს და მათ შორის განათლებას და როგორც განათლების ექსპერტები ამბობენ ქართული განათლების სისტემა საფრთხეშია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ ცენტრში რეგისტრაცია შეუჩერდა ეს არის რაღაც მე მგონი უმძიმესი ფაქტი არის მართლა. უმძიმესი ფაქტი ნამდვილად ჩვენს ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპული და ამერიკული სკოლების უნივერსიტეტების აკრედიტაციას. ქვეყანაში არსებულ უცხოურ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს, ქართულ დიპლომებს და ასე შემდეგ და მოკლედ უფრო დეტალურად ამაზე ჩვენ სფეროს ექსპერტებთან ერთად გავშლით. მარიკა გერსამია, ირინა დარჩია ლალი გიორგიძე და სტუდენტი ნინა ჟანია მოგესალმებით დიდი მადლობა ჩვენთან ერთად და უნდა ჩავშალოთ და ვისაუბროთ იმ თემაზე რაც უკვე ასეთი მტკივნეულია დღეს უკვე საქართველოში. მარიკა მოდი დავიწყოთ თქვენგან საუბარი
მოკლედ რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას აი ამ პროცესებთან დაკავშირებით. მადლობა, რომ ამ თემას დღეს თქვენ დაუთმეთ დრო, იმიტომ რომ ნამდვილად საჭირო არის რაღაც გარკვეული სიცხადე. ძალიან ბევრი რამ დაიწერა ამაზე, რაღაც შიშები არსებობს და ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ახლა სად ვართ და როგორ მივდივართ, ხო და როგორ გამოვდივართ ამ სიტუაციიდან და ძალიან კარგია რომ დღეს სტუმრებით ის ადამიანები ყავთ ზუსტად, რომლებიც ბოლო 20 წლის მანძილზე აშენებენ აი ირინა კაკარი აი ამ სისტემას და ეს არ არის მართლა არც ბოლო 1 წლის ან ბოლო 2 წლის საქმე. ამიტომ ზუსტად აი ეს დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მაყურებელმაც იცოდეს. ეხლა უფრო დიდ სურათში რომ შევხედოთ რა ხდება. ეს რაც აი დავინახეთ აი ეს ბოლო გადაწყვეტილებები, ეს არ არის მართლა 1 წლის და 2 წლის ქართული ოცნების მუშაობის შედეგი. ეს ეროზია განათლების სისტემაში ძალიან დიდი ხანი არის დაიწყო. ჩვენ ამის სიმპტომებზე რეაგირებას ვაკეთებდით ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ხენაყოფით შეიცნობა, ხო? როდესაც უკვე ცხადი ხდება, რომ რაღაც შედეგი დგება, მერე უკვე ამის გამოსწორებაზე და ამ რეპუტაციული ზიანის აღმოფხვაზე მუშაობთ ყველა. ეს ძალიან კარგად აჩვენებს ქართული ოცნების, ოლიგარქის ხელისუფლების პრიორიტეტებს განათლების სისტემაში და მართვის პრიორიტეტებს და ამისი კარგი მაგალითი არის ის, რომ მათ თავის პრეზიდენტად დაასახელეს ადამიანი, რომელსაც მათივე სტანდარტით არც IQ აქვს, არც ზრდილობა აქვს და არც კულტურა აქვს და არაფერი, ხო, თავისივე ფსკერი ჩატეხეს ამითი და ესეც მესიჯი არის, ხო, რომ რანაირი სისტემა უნდათ, რანაირი განათლების სისტემა უნდათ და ამ ზოგად ამ პოლიტიკურ სურათში, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე არის საუბარი, აი ის ინდიკატორი ზუსტად აი ეს ხარისხის განვითარების ცენტრი რაც მოხდა, ხო, რაც გაგვიუქმეს ეს რეგისტრაცია, ეს არის დამაზიანებელი ფაქტორი ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. და ქვეყნის იმიჯიც დაზიანებული არის დღესდღეობით და ეს საერთო პოლიტიკური ფონი იმოქმედებს უკვე ყველაფერზე, მათ შორის იმაზეც როგორ აღვადგინოთ ახლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნდობა აღარ არის და იქიდან გამომდინარე, რომ ნდობასთან დაკავშირებით, ინსტიტუციებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, თავისთავად უკვე განათლების ექსპერტებს კიდევ უფრო გაურთულდებათ იმისი ამ ზიანის გამოსწორება. და აი ამ პროცესში ვართ და კარგია რომ აი პროფესიული წრეები და ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და მე ვისურვებდი რომ ის ადამიანებიც ასობით ექსპერტი ყავს განათლების მართვის სამსახურს, ხო? რომლებიც ხმა უნდა ამოიღონ, მოდი ესე ვთქვათ რა. და ყველა უნივერსიტეტში არის ხარისხის სამსახურები და მათ ძალიან კარგად იციან რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემისთვის. 2005 წლიდან აი მიდის ეს პროცესი, როდესაც ჩვენ მივუერთდით ბოლონიის პროცესს, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და მაშინ არც ვიცოდით კარგად რა ამხელა სიკეთის მოტანა შეეძლო ამ ყველაფერს, როდესაც ეს რეფორმები დაიწყო და აი ესე მართლა ნაბიჯ ნაშენების სისტემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა და მე მჯერა რომ ამას ვერ შეძლებენ რომ ეს ჩამოაყრიან. ზოგადად კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, აი რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა განათლების სისტემას. ირინა. როგორც გენახოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხს დროს უთმობთ, რადგან ფიქრობთ რომ დარწმუნებული ვარ აი ეს ადამიანები ვინც აქ ვართ, ყველა ჩვენთან განისთვის უმაღლესი განათლება და ზოგადად განათლება არის საზოგადოებრივი სიკეთე და ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც უნდა მიდიოდეს დებატები, საჯარო დისკუსიები და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი მადლობა რომ ამ საკითხს ესე ვთქვათ თქვენს საეთერო დროს უთმობთ. რაც შეეხება აი ამ შედეგებს, აი ეკარის რეგისტრაციის დაკარგვის შედეგებს. ძალიან ბევრი ესე ვთქვათ
მოსაზრება გავრცელდა, მათ შორის თქვენ ხა ვისაუბრეთ ამ დიპლომების, ესე ვთქვათ, აღიარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გაცვლითი პროგრამების, ესე ვთქვათ, შეჯერებებზე და ასე შემდეგ. თუმცა ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ გაცილებით უფრო დიდი პრობლემა არის ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემას ადგება აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. თუმცა მე აქვე გამოვეხმაურები მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნეს, რომ დიპლომების აღიარება ეგ არის ევროპამდეც ხდებოდა და გაცვლითი პროგრამები მანამდეც ხორციელდებოდა, ხო? რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალში, თუმცა აქ საუბარი არის იმაზე, რომ თუ კი ეს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ ავტომატური აღიარების სისტემა დაინერგოს და ამაზე არის საუბარი უკვე, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში და არა მხოლოდ, არ მთლიანად ევროპის ესე ვთქვათ მასშტაბით, აი ამ მომენტში შეიქმნება პრობლემები დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით და პრობლემები იქნება ის, რომ სტუდენტებს მოუწევთ უფრო აი დროში გაწელილი ბიუროკრატიული, ესე ვთქვათ, საფეხურების გავლა, რაც არავის არ გვინდა, ხო? თუმცა გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა საუბარს იმ, ესე ვთქვათ, რეპუტაციულ ზიანზე, რაც ჩვენ სისტემას მიადგა და ამაზე უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ამ სფეროსთვის გული შესტკივა, ყველა აღიარებს და ესე ვთქვათ, იზიარებს ამ პრობლემას. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, აი ესე ვთქვათ, ამ რეპუტაციული ზიანის გარდა პრაქტიკულად რა უარყოფით შედეგს ვიღებთ. რამოდენიმე წლის წინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო, ესე ვთქვათ, უფლება, რომ განათლების ხარისხის შეფასებები განეხორციელებინა სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს რას, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიმართ, როგორც ინსტიტუციის მიმართ არსებობს საერთაშორისო ნდობა, რომ მას აქვს შესაბამისი, ესე ვთქვათ, ექსპერტიზა და გამოცდილება, რომ ეს შეფასებები განახორციელოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ. და მაშინ როცა ეს წევრობის, ანუ რეგისტრაციის დაკარგვის ესე ვთქვათ პრეცედენტი ხდება, ეს რა თქმა უნდა უქმნის საფრთხეს და ნდობას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს როგორც ინსტიტუციას, ხო? მეორე ესე ვთქვათ საკითხი, რაზეც მინდა რომ ესე ვთქვათ დავამახვილო ყურადღება არის ის, რომ მნიშვნელოვანი ასევე ვიცოდეთ კონტექსტი, ხო? თუნდაც მთლიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მასშტაბით, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნებისთვის აი ეგ არის რეგისტრაციის ესე ვთქვათ ქონა. და მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მაგალითად პოლონეთის მაგალითი ან დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელთაც 2002 წელს იყო თუ არ ვცდები, დაკარგეს ეს რეგისტრაცია და მათ ძალიან მალე მოახერხეს ამ რეგისტრაციის აღდგენა, იმიტომ რომ მიღებული იქნა ესე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას და ქვეყნის საერთაშორისო ესე ვთქვათ იმიჯს, უმაღლესი განათლების იმიჯს არ მისდგომოდა საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გამოცდილება, რაც დაგროვებული არის ცენტრმა გაითვალისწინოს, გასაგებია, რომ ეს ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელი უმაღლესი განათლების საზოგადოება ეხლა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ რაღაცა ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს ნდობის აღდგენა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ქმედით ნაბიჯებს გულისხმობ. ამაზე მოგახსენოთ. ცით არის ერთი პატარა დაზუსტება მინდა გავაკეთო. თავისთავად ის ფაქტი, რაც მოხდა, არის საკმაოდ მტკივნეული, საკმაოდ პრობლემური და შედეგები იქნება სხვადასხვანაირი, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, თქვენი ტელემაყურებლები მინდა რომ დავამშვიდო, რომ სამწუხაროდ ცოტა რადიკალიზებული შეფასებებიც ვრცელდება ხოლმე, რომ დიპლომების აღიარებას პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დიპლომებიც აღიარდებოდა და აღიარდება. ასევე ეს ფაქტი არ არის კავშირში ზოგად განათლებასთან, რაღაცა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სკოლებთან, რაღაც დიპლომების ანულირებასთან, არა. ანუ ასეთი აპოკალიფსური სურათი არ არის, თუმცა თავისთავად რა ზიანიც უკვე მოგვადგა და რა ზიანიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვადგება თუ სასწრაფოდ ეს პრობლემა არ იქნება მოგვარებული, არის საკმაოდ ესეთი დიდი რა და ზედმეტი სკანდალი ვთქვათ არ გჭირდება, ხო ისედაც პრობლემურია რა თქმა უნდა.
რა შეიძლება ძალიან საინტერესოა რა პრეტენზიები ქონდა ამ ორ ევროპულ ორგანიზაციას. ერთ-ერთში როგორც უკვე ითქვა, ჩვენ დავკარგეთ რეგისტრაციას, ნუ შეგვიჩერდა რეგისტრაცია, ხო, ასე ვთქვათ, კაზუსტიკაშიც გადავდივართ ხოლმე ამ თემაზე მსჯელობისას. რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, ეს ასოციაციის წევრობაზე ლაპარაკი, გადაწყვეტილება არის მიღებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ არის საკმაოდ კრიტიკული შეფასება. და არის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა და რომელიც გახდა საფუძველი ამ რეგისტრაციის შეჩერების. პირველი ეს გახლავთ ხარისხის ცენტრის დამოუკიდებლობა სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იყო შესაძლებელი დაშვებული, რომ განათლების მინისტრის მოადგილე პარალელურად ყოფილიყო ცენტრის დირექტორი. და ევროპული სტანდარტი ხარისხის უზრუნველყოფის მოითხოვს დამოუკიდებლობას. და სხვათა შორის მოითხოვს დამოუკიდებლობას არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არამედ მაგალითად ბიზნეს სტრუქტურებისგანაც, ხო, ზოგადად უნივერსიტეტებისგანაც, იქაც არის ინტერესთა კონფლიქტი, ეს პოზიტიური ინტერესთა კონფლიქტი, ხო? აქ მხოლოდ პოლიტიკურ კონტროლზე არ არის ლაპარაკი, აქ არის ზოგადად ობიექტური სამართლიანი გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებაზე. ანუ პირველ შემთხვევაში ეს პირველი პრეტენზია გახლდათ ნამდვილად პოლიტიკური ზეწოლის შესაძლებლობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ფიგურა არის ცენტრის დირექტორი, თქვები ჩდება მის ცენტრის პოლიტიკისაგან დამოუკიდებლობაზე, ხო? და მეორე თემა გახლდათ გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა. ანუ როდეს ქონდა ძალიან ისეთი ხშირად შემთხვევები წლების განმავლობაში, როდესაც აკრედიტაციის და ავტორიზაციის ექსპერტთა საკმაოდ კრიტიკული დასკვნების და მიუხედავად საბჭო იღებდა დადებით გადაწყვეტილებებს, ხდებოდა ესე ვთქვათ, აკრედიტაციის ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნების ცვლილება, შეფასების ასე ვთქვათ, გაუმჯობესება, ან კიდე პირიქით. დასკვნა იყო დადებითი და ცენტრი პირიქით იღებდა საბჭოები იღებდნენ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების საზიანოდ, თუმცა ფორმალური საფუძველი ამისი არ არსებობდა ექსპერტთა დასკვნებში. ნახეთ, როგორი სიტუაცია შეიქმნა, რომ ერთის მხრივ არიან ექსპერტები, მეორე მხრივ არიან საბჭოები და გვაქვს ძალიან ბევრი უკვე სისტემატური და ლამის სისტემური ხასიათი აქვს შემთხვევებს, როდესაც ექსპერტების დასკვნებს ცვლის საბჭო. ან აუმჯობესებს, ან ხო. და ბუნებრივია დასაბუთებების გარეშე. ეს თავი თემა. ხო, თორე შეცვლის უცვლელობის უფლება აქვს. მაგალითი აი ბოლოს ერთ-ერთი ეს არის ყველაზე გახმაურებული მაგალითი არის ილია უნის, თუმცა აქ არის სხვა პრეცედენტებიც, რომელთაც მე პირადად არ დავასახელე პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, რადგან ეს უნივერსიტეტები თავად ვთქვათ ამ საკითხს არ ასაჯეროებენ. თუმცა ეს ვიწრო წრეში ვიცით კიდეც, ну ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან ბევრი შემთხვევა და ამ შემთხვევაში NKK-ს უჩნდება აბსოლუტურად გონივრული შეკითხვა. როდესაც მასობრივი ხასიათი აქვს დასკვნების ცვლილებას. სად არის პრობლემა? ან ექსპერტები არ არიან კვალიფიციურები, ან საბჭოს გადაწყვეტილებებში უნდა შევიტანოთ ეჭვი, ხო? იმიტომ რომ რომელიღაცა რგოლს ეშლება და რახან რომელიღაცა რგოლი არა ვთქვათ არასაკმარისად, არასათანადოდ, არაჯეროვნად მუშაობს, ხო? ესე იგი სისტემას აქვს პრობლემა. აი ეს არის საბჭოს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ საბჭოს წევრებს არჩევს და ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. ანუ ამ კითხვებს კიდევ უფრო მეტად შეიძლება აძლიერებდეს ეს პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვი. ხო? ну კონივრული ეჭვი როგორც სამართლის სპეციალისტები ეძახიან ხოლმე. და შესაბამისად, რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას. პრობლემა რა თქმა უნდა მოგვარებადია. პრობლემის შესახებ განათლების ხარისხის ცენტრმა, სამინისტრომაც, ექსპერტებმაც, ანუ ზოგადად განათლების სფეროს წარმომადგენლებმა ვიცი ძალიან დიდი ხანია. ჯერ კიდევ, როდესაც მოგვენიჭა ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი, მაშინაც ჰქონდა გასაუმჯობესებელი მხარე, ხო? და მაშინ საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა და მაშინ გარკვეული ზომები იქნა მიღებული. თუმცა როგორც ჩანს, მაინც არ არსებობდა, თქვათ, საკმარისი საჯაროობა, არ არსებობდა საკმარისი ზეწოლა, თქვათ, გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ წრეებზე, რომ ეს პრობლემა, რაც ვიცოდით, რომ ჩანასახის სახით, მაგრამ მაინც არსებობდა ცენტრის მაშინ როდესაც ცენტრმა სტატუსი მოიპოვა, ну გაღრმავდა და მივედით თქვათ აი ამ კრიზისულ ვითარებამდე. პრობლემა მოგვარებადია, როგორც ვიცით,
ვიცით, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელებულია ხარისხის ცენტრი აპირებს რომ გაასარჩივროს ეს გადაწყვეტილება და როგორც ასე ვთქვათ სისტემის გულშემატკივრები და სისტემის ნაწილი ჩვენ აი გულწრფელად ძალიან გვინდა რომ ვთქვათ ეს გასარჩივრებამ დადებითი შედეგი მოგვცეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრობლემა მოსაგვარებელია და ასევე უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უფრო რთული გადასარქმელი იქნება, უფრო კომპლექსური მიდგომა არის საჭირო მეტი საჯაროობა, ვთქვათ, მეტი დისკუსია ამ თემებზე, რომ ასე ვთქვათ, აი ეს მეორე პრობლემაც აღმოფხრილ იქნას გარკვეულ ვადებში. იდეაში ალბათ დავამატებდი კიდევ აი ამ გადასარქმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ აი ზოგადად მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე რო არ ვისაუბროთ, ზოგადად ინსტიტუციების დამოუკიდებლობის პრობლემა მთლიანად ქვეყანაში გვაქვს და ეს არ არის ახალი ჩვენი ტიპის ქვეყნებისათვის. და ყველა მისთვის რომ ინსტიტუციები რაღაც ერთ კვირაში და ორ კვირაში თუნდაც რამოდენიმე წელიწადში ვერ ვითარდებიან, ხო? ამიტომ ჩვენ ახლა მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ, ესე ვთქვათ, ავტონომიურობა, საჯარო, ესე ვთქვათ, სექტორის ზოგადად, მაგრამ ამ შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და როგორ შეუწყოთ ხელი მის ინსტიტუციურ განვითარებას. როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში ცენტრის დამოუკიდებლობის, ესე ვთქვათ, საკითხი უნდა იქნას, ესე ვთქვათ, გათვალისწინებული და როგორ ვაკეთებთ ამას. ამაზე ძალიან კარგად არის მოცემული ამ გარე შეფასებაში რაც ენქას მიერ განხორციელდა, ხაზგასმულია პირდაპირ ცენტრის დამოუკიდებლობის საკითხი და საუბარი არის დირექტორის შერჩევის, ესე ვთქვათ, წესზე და ასევე საბჭოების, ესე ვთქვათ, მუშაობის სტილზე. მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს ცვლილებების პაკეტი, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა მოამზადა, არ ვამბობ, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ იმისათვის რომ ეს დამოუკიდებლობის მიმართულებით ცენტრის რაღაცა პროგრესი განახორციელოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ სრულ ჭეშმარიტებას ვსაუბრობ აქ, მაგრამ ვფიქრობ, აი ეს გადასარქმელი ნაბიჯების შესახებ უნდა იყოს გაერთიანდეს ზოგადად უმაღლესი განათლების საზოგადოება და ამის შესახებ უნდა იყოს დისკუსიები და ესე ვთქვათ, საჯარო განხილვები. თუმცა ორი მთავარი საკითხი, რაც ცენტრმა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში და ზოგადად აი უმაღლესი განათლების ესე ვთქვათ სფერომ, სექტორმა არის ის, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ როგორ უნდა იქნას ვთქვათ ცენტრის დირექტორი არჩეული ისე, რომ რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური გავლენები არ გავრცელდეს ან შემცირდეს ცენტრის მუშაობაზე. პირველ რიგში ასევე მნიშვნელოვანი არის იყოს გაწერილი და შევთანხმდეთ ყველანი თუ რა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ცენტრის დირექტორს. ამაზე ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს. იგივე უნდა გაკეთდეს საბჭოს წევრებთან მიმართებით. ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოს წევრების მიმართ ამ მომენტში არ არსებობს არანაირი ანგარიშვალდებულების მექანიზმი. ანუ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რომელიმე საბჭოს წევრი რაღაც არასათანადოდ ან არაკეთილსინდისიერად იქცევა, არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ რაღაცა ეჭვის ქვეშ დადგეს ეს ამბავი. ანუ ეს მექანიზმები უნდა შეიქმნას. წლების განმავლობაში ცენტრი ნამდვილად ცდილობდა აი ამ ესე ვთქვათ ბალანსის დაცვას, ის რომ მაგალითად საბჭოებში, გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოებში ყოფილიყონ მაქსიმალურად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები და ჩვენ ვხედავთ ყოველთვის ამ პრობლემას, რომ პატარა ქვეყანაში ყოველთვის არსებობს პატარა ქვეყნის სინდრომი, ხო? რომ ყველას იცნობს და ასე შემდეგ. რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა, რომ საბჭოების შემადგენლობაში ჩართულიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. მაგრამ სამწუხაროდ ამაზე თანხმობა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ და პარლამენტამდეც ვერ მივიდა, რატომღაც სამწუხაროდ აი ეს ესე ვთქვათ შემოთავაზება ცენტრისგან, რომ საბჭოების შემადგენლობაში საერთაშორისო ექსპერტები ყოფილიყონ ჩართული, რაც რა თქმა უნდა ობიექტურობის ესე ვთქვათ პარლამენტამდეც ვერ მივიდა რა იგულისხმება, მინდა რომ მეც მითხრათ მაინტერესებს და მაყურებელს რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ალბათ ქალბატონი ირინა უფრო კარგად გვეტყვის ამ პროცედურების შესახებ, მაგრამ როდესაც ცვლილებებზე ესე ვთქვათ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ესე ვთქვათ მიიღება გადაწყვეტილებები, გარკვეული პროცესი არის გასავლელი, ხო? ეს ამ საკითხის განხილვა ხდება ჯერ ვთქვათ უმაღლესი განათლების სივრცეებში, სამინისტროსთან და შემდეგ ალბათ თქვენ უკეთესად შეგიძლიათ. თვითონ ამ შემთხვევაში ეს პროცედურა, თვითონ ეს საქმის კურსი არა ვარ ვთქვათ ეს კონკრეტულად ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რა ძალიან მწუხვა. რომ
დაიბლოკა და არ გამოვიდა. ჩვეულებრივ რაღაცა ამ შემთხვევაში ხარისხის ცენტრის წიაღში რაღაცა გარკვეული იდეა, გარკვეული კონცეფცია მწიფდება ხოლმე. სხვათა შორის წლების განმავლობაში ხარისხის ცენტრი იყო პარადიგმატული დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, ექსპერტებთან, ქართველ საერთაშორისო ექსპერტებთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც და თუნდაც ის ფაქტი, რომ 2019 წელს ჩვენ მოვახერხეთ ხარისხის ცენტრმა მოახერხა თქვა NKK-ში გაწევრიანება WFM-ის აღიარების მოპოვებაც, ეს სწორედაც იყო ძალიან სწორი პოლიტიკის ღიაობის და აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინების შედეგი. ეხლა რაც შეეხება ამ თვითონ პროცედურას, ხო? ეს ცენტრში უკვე მომწიფებული კონცეფცია, მერე მიდის განიხილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მერე უკვე თუ ჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, კანონების საკანონმდებლო დონეზე, ბუნებრივია საკითხი გადაინაცვლებს პარლამენტში და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე პარლამენტი. და აი ეს რაც ალი მახსენა, ნამდვილად ეს უცხოელი ექსპერტების ჩართულობა საბჭოების შემადგენლობაშიც ნამდვილად იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტის, ასე ვთქვათ, უგულებელ ყოფის თუ არა დაბალანსების ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რაც არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ანუ ჩვენზე გაცილებით უფრო პატარა ქვეყნები ну равიშნო ეწყინება და გაცილებით უფრო მაღალი აკადემიური კულტურით ცდილობენ ხოლმე რომ თქო ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ ეროვნულ კონტინგენტს არ დაეღვნონ და საერთაშორისო ექსპერტებსაც იწვევენ და საქართველოს შემთხვევაში ჩვენი ბევრი სპეციფიკის გათვალისწინებით ეს ნამდვილად კარგი გამოსავალი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და კიდევ ერთ პატარა დეტალზე გაგამახვილებინებთ ყურადღებას. ეს ჩვენ საუბრობთ ხო? ემეც ხშირად წამომწდასავით ჩვენ იცით რატო? ამ თემას, ამ პრობლემას მხარეები არ არის. ჩვენ ყველანი ვიწყავთ ხედვარით. აბსოლუტურად ხარისხის ცენტრის სამინისტრო პარლამენტი ტელემაყურებელი ჩვენ ყველანი ერთ გემზე ვხედვართ. აბსოლუტურად. ეს არის საერთო საქმე და ეს არის მომენტი, როდესაც გვჭირდება მაქსიმალური ზეწოლა, შემთხვევაში კარგი გაგებით ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებ პირებზე, რომ არსებული პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. და მე ძალიან ერთის ვიცით რა არის ამ თემამ ისეთი რეზონანსი შეიძინა, რომ გახდა მეტად სკანდალური და უნდა გისაყვედუროთ ჟურნალისტებს და მეორეს მხრივ ძალიან მადლობლები ვართ, იმიტომ რომ ასეთი დიდი რეზონანსი რომ შეიძინა, ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო მიჩქმალური, იქნებ ეხლა მაინც აი ამ ძალიან დიდი საჯაროობის საშუალებით მოგვარდეს, იმიტომ რომ ეს არის საერთო საქმე. თქმა უნდა განათლება არის ის, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით დღესდღეობით საქართველოში და მეთანხმებით ალბათ. ხო და მე რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცოტა უკან მივდივართ მაგ საკითხში. რატომღაც ესე მგონია, ხელოვნურად ალბათ. მარტივი მიზეზის გამო. არა, გვაქვს პროგრესიც, მაგრამ ეს პროგრესი შეიძლება იყოს უფრო დიდი ნაბიჯებიდან გადადგმული. ხო, ნამდვილად. ახლა გავდივართ. და ისაც პროგრესი რომ უკან არ დავკარგოთ. ანუ ჩვენ ქონდა მიღწევა, რომელიც არათანმიმდევრული რეგრესია განიცადოს ამბლობით დავკარგეთ. სხვათა შორის იცით რა არის? ეს აი ევროინტეგრაციაზე რომ მსჯელობთ, ხო? NKK-ში წევრობა იყო აი ასოცირების დღის წესრიგის აუცილებელი მოთხოვნა, ხო? ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. სწორედაც რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ევროპასთან დაახლოების, რას ნიშნავს ეს წევრობა და ეს რეგისტრაცია? ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ანუ რეალურად ძალიან ბევრ სფეროში გვიჭირს და ის იყო სფერო, სადაც მაქსიმალურად დაახლოებულები ვიყავით და უკვე ქონდა ევროპული ინტეგრაცია და ეს დღეს დადგა, სადღაცა შეჩერდა, რაღაცა დადგა საფრთხის ქვეშ. კი ბატონო. და ერთ დავამატებ კიდევ რომ აი ეს ევროინტეგრაციის თემა გვერდზე კიდეც რომ გადავდოთ რეალურად აი ამ კავკასიის რეგიონში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ითვლებოდა ყოველ შემთხვევაში ეს პირდაპირ არის დაფიქსირებული NKK-ს გარე შეფასებაში ითვლებოდა ერთ-ერთ მოდელ ანუ ორგანიზაციად რომლისგანაც მაგალითი შეუძლიათ აიღონ იგივე ვთქვათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აზიის ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ზუსტად ის საერთაშორისო შეფასების უფლების მოპოვება, რაც მახსენე ხო, რაც ცენტრმა მოიპოვა რამოდენიმე წლის წინ, ეს რა თქმა უნდა მას აძლევს საშუალებას, რომ ის გახდეს მაგალითი და როლ მოდელი, ესე რომ ვთქვათ, ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც არის მაგალითად ყაზახეთი, ამ თუნდაც არ ვიცი, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ისე ვთქვათ წინწასული უმაღლესი განათლების რეფორმების კუთხით. ანუ რეალურად ეს ვაკეთეთ და
მართლა ძალიან დასანანია, რომ ამ პროგრესს რაღაცა საფრთხე შეიძლება შეექმნას და ალბათ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და რაღაც უნდა გაკეთდეს ნამდვილად, რომ ეს დროულად ბიჭები გადაიდგა და სტუდენტი პოსტუმრად შენ ძიერი ძალიან ჭკვიანი და გაფიცული ხო რა იქნება მეთქვა და გაფიცული და არაერთხელ განათლება პროგრამული ასე ვთქვათ ხო ევროპულ ქვეყნებში უნდა შემთხვევაში მომავალ პრეზიდენტზე მეტი სერტიფიკატი სახლში მაქვს და დიპლომზე მე უკვე 3 წელში შეგიძლია პრეზიდენტი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხო არის ხო ხო ნუ ეგ თავისთავად მაგრამ მაინც რაღაც რო ვიცი მაგათი ამბავი მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ქვეყნის ლუარსაბ დათქარიძეობა მიმდინარეობს ოფიციალურად, იმიტომ რომ მე ადამიანი, რომელიც წინა წელს ვიყავი აბიტურიენტი, დაამდვილებ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი აბიტურიენტი არ ისწავლის არაფერს თუ ის არ არის პროგრამაში, იმიტომ რომ მე პროგრამას მივყვებოდი ბოლომდე და აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა თავის სურვილით ან ვინმე სასწავლის, ან ვინმე ასწავლის, იმიტომ რომ ძლივ ჩავეტი იმ ერთ წელში, რომ ეროვნულ გამოცდებამდე მივიდიოდა, ალბათ ბატონი მიხეილი ალბათ ვერ გაიხსენებს მის კვეთ ცხოვრების, მაგრამ კი იყო ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტი. რაც შემიძლია გითხრათ, განათლება პირველ რიგში მადლობა სტუმრებს, რომ უფრო კარგად ჩამახედეს ამ საკითხში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა, როგორც სტუდენტისთვის, იმიტომ რომ არაერთ მობილობას ვგეგმავ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონია, რომ ოლიგარქის ოცნება არის, რომ ქვეყანა იყოს იმ სტადიაში, რომ ტვინის გამორიცხვა ხდებოდეს მარტივად. ადამიანს ყველაზე დიდი იარაღი, რაც შეიძლება ჰქონდეს, ეს არის განათლება. იმიტომ რომ განათლება არის ყველაზე ბასრი ხმალი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს გინდა ომში, გინდა საინფორმაციო ომში მით უმეტეს. არ არის უბრალოდ ამთხვევა, რომ პრეზიდენტის ეს დიპლომი ვითომ ხო რაღაცა დიპლომი, მაგრამ რეალურად ეს არის დღევანდელი ქვეყნის სახე, იმიტომ რომ ჩვენთან განათლებას უკვე აღარ აქვს არანაირი ფერი. ანუ პრეზიდენტის დიპლომი არ აქვს, ხვალ შეიძლება პრემიერის დიპლომი არ ქონდეს და მე მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, რომ მაშინ თეატრის მხატვარს დიპლომი რა თმინდა. ანუ მე მთლიანად ჩემს იდეებზე ვმუშაობ, მე აგერ გალბატონ გორჯოს დავუდგა მარაჩვენებურ სპექტაკლს და მე ანუ დიპლომი მაშინ რა მინდა ხო? და ამაზე პასუხი არავის არ აქვს. მე ზოგადად ამ ჩემი საგანმანათლებლო პროგრამები და ერასმუსის პროგრამით, რომელიც საბედნიეროდ ევროკავშირმა გაგვიხსნა მიუხედავად იმისა, რომ წევრი ქვეყანა არ ვართ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მარტივად სამართავი არის ადამიანი, რომელმაც რა თქმა უნდა ვერ მიიღო განათლება, ან არ არის ჩახედილი, ახლა ნინო წილოსონს დაუპოსტავს ხოთა შორის 10 წუთის წინ, რომ ამ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ გზიდან არ გადაგვიხვევიო, არ ვიცი და ალბათ მინოს ძალიან მინდა ვუთხრა, რომ ვერც აგვიხსნეთ, იმიტომ რომ განათლებულ ადამიანს სჭირდება ფაქტები. განათლებულ ადამიანს სჭირდება A4-ზე დაბეჭდილი ფაქტი და ეს ფაქტები მათ არ აქვთ. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც გამოუვლია თუნდაც უნივერსიტეტი ან თუნდაც ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, მოითხოვს ფაქტებს. რაც არ გაქვს, იმას ადამიანს ვერ ანახებს. შესაბამისად, ძალიან არ გაუმართლათ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ და გავიგეთ გემო განათლების და გავიგეთ გემო თვალსაწერის გაზრდის და გავიგეთ გემო იმისი თუ როგორ შეიძლება წარმართოთ ჩვენი ცხოვრება და ნუ ჩვენი წუნტვინების გამორიცხვა ეგეთი მარტივი რო არ იქნება უკვე გასაგებიც არის, იმიტომ რომ აი ჩვენ მე თუ არა აი 20, 22, 23 წლის ადამიანები რო გააჩერო, უკვე ყველა ვართ აი ბაკალავრიატიდან მაგისტრატურაზე მივდივარ, მე დოქტორანტურაზე მივდივარ და უცებ მიწევს რომ უი პრეზიდენტი ყავალაშვილი რამდენი გოლი აქვს გატანილი და ანუ გოლებით თუ იზომება ქვეყნის სიყვარული და გოლებით თუ იზომება ის თუ მე რამდენად გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მე შემიძლია ხვალვე დავიწყო სერიული ქალთა ფეხბურთზე. არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ანუ უკვე აბსოლუტურად სამწუხარო ისაა რომ გოლებითაც ვერ ტრაბახობს მაინდა. ხო, აი კიდე ზემოდან ანუ რაღაცას ვაკეთებ იმაში კარგიც რო იყო, ნუ აი სულ არაფერი ჯობია, მინიმუმ ჯოინ თავის კარშიც არა გოლი გატანილი, ნუ როგორც ვიცი. ხო და ნუ მე როგორც სტუდენტი მე უფრო ემოციურად ჩავაფასებ, იმიტომ რომ ნუ დაგის ექსპერტებმა უკეთესად თქვეს, ემოციურად ვიტყვი რომ რაღაცნაირად შეგრძნება მაქვს რომ ამ ადამიანებს სურთ რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად ჩაკეტილი საქართველოში, მაქსიმალურად ვიყოთ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელიც მერე უკვე წარმოქმნის ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია კრიტიკული აზროვნების უნარი. აი ამას ვგრძნობ და ამაზე მაქვს იმდენად დიდი უსამართლობის შეგრძნება. დღეს არის სხვათა შორის 6 საათზე ერასმუსის, კონკრეტულად ერასმუსის პროექტების მონაწილეების მარში და მე ანტუხელიძის მარშზე მივდივარ და ნუ ტანსაცმლის გამოცვლას ვერ ვასწრებ
და შესაბამისად ვერ შევუერთდები, მაგრამ მაინც ცნობენ და იგივე გასაკვირში შეგიძლია. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დაასრულდა ის დრო საბედნიეროდ. ნუ დედა ჩემიც პრინციპში ან ჩემ ხალხი იყო გერმანიაში სწავლობდა, ანუ ადამიანს განათლება რო წურია, იმ განათლებას ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაუკეტავს და ბიუროკრატიულად რამდენიც არ უნდა დამჭირდეს და სულ რო სილაბუსის და რაღაც ლექტორის ჩაყვანა დამჭირდეს, იქ მე მაინც წავალ და გავაცნობ ჩემ ქვეყანას ამ ხალხს, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ეხლა რომ თუნდაც ახლა ერთი თვე რო გაფიცული ვარ, მაკლდება, ძალიან ბევრი მაკლდება, იმიტომ რომ პირველი კურსის პირველ სემესტრში ერთი თვე გაფიცვა არის ისეთი აბსურდი, რომ ნუ აი ალბათ არ ვიცი, სულ მინიმუმ ჩემთვის 6 თვეა ეს ერთი თვე. მოდი, ნინა, გეხოცები ავხსნათ მაყურებელს, ხა ტროლბოტები თუ კეთილის მოსურნეები თუ როგორც კიდე ესე დავარქვათ, ხშირად მხდება მათგან ესეთი კომენტარები გაფიცულ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომ აი რასაკეთებენ, რატომ იფიცები ავასწავლა ამ დროს, აი ახსენი, ძალიან გთხოვ ავხსენი მაყურებელს, რას ნიშნავს, რატომ გაიფიცე და რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ეს ნაბიჯი. ჩვენ ზოგადად რაღაცნაირად მე პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცნაირად მხრებში სიმძიმეს ვგრძნობ, იმიტომ რომ მგონია რომ წინა ხაზზე ვდგავარ და მივათრე იმ მომავალს, რომელიც რეგრესს განიცდის. გაფიცვას რაც შეეხება, მე და ჩემი თანამოაზრეები და ვიტყოდი რომ სამხატვრო აკადემიაში ბევრი არ ვართ სამწუხაროდ, იმიტომ რომ სამხატვრო აკადემიის ზოგადად პოლიტიკა არ გამოირჩევა რაღაც იმითი, რაც ხელოვნებას უნდა გამოარჩევდეს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ხელოვან ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ყველაზე დიდი უნიჭობა რაც შეიძლება დამართოთ თქვენს პროფესიას და თქვენს კარიერას არის ამ დროს სიჩუმე, იმიტომ რომ ხელოვან ადამიანებს ყველაზე კარგად უნდა გვესმოდეს თავისუფლების ფასი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით თავისუფლება და ჩვენ ვემსახურებით თავისუფლებას. ხო ეს ერთი, მეორე რაც შეეხება გაფიცვას. ჩვენ ვართ დაახლოებით ვიტყოდი თავიდან ვიყავით 500 ადამიანი, 1000 ადამიანიც, რომელიც გავიფიცეთ ოფიციალურად და გვითხრეს რომ არა, ანუ ვერ გავაჩერებთ სასწავლო პროცესს, ესეც გამომდინარე იქიდან რომ უნივერსიტეტის 50%-იც არ არის თუ არ ვწდები ეს 1000 ადამიანი, მაგრამ ჩვენ მივედით და ჩვენი დაზარალებული თანამებრძოლების ფოტოები გავაკარით აკადემიაში, რომელიც არ გაგვიშუქებია, მაგრამ იყო ესეთი შემთხვევაც. ამ ეტაპზე რა ეტაპზეც ვართ არის ის, რომ ხვალ გვაქვს მხარდამჭერ ლექტორებთან შეხვედრა, არ დავდივართ ლექციებზე, მე პირადად არც შუალედურები არ ჩამბარებია და სავარაუდოდ ამის გამო ძალიან დიდი პრობლემები შემექნება, მაგრამ ფიზიკურად არ მაქვს იმის რესურსი, რომ თან აი ამ დონეზე ვიყო ჩართული იმაში, რაშიც წესით არ უნდა ვიყო ამ დონეზე ჩართული და სხვა უნდა აგვარებდეს იმას, რომ ქვეყანა სადღაც 15 წლის შემდეგ მე რო გავიზრდები პოლიტიკაში მოსვლა რომ მომიწიოს, მიტოვებენ აი საშინელებას, ისეთ რაღაცას მიტოვებენ, რომ შეიძლება უკან ვეღარც გამოგვლიჯო ამ პროცესს ჩემი ქვეყანა. შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ ამ რაღაც ფიქრებით ვართ, რომ ქვეყანა თუ ესე გადაიქცა, მე უკვე არც თეატრის მხატვარი დაგჭირდებათ და ქალბატონ ქურთუს აღარ დაგჭირდება თეატრის მხატვარი და მოგვიწევს ყველას ქართველიერი არ დავუშვებთ ჩემში გამორიცხულია. საკუთარი თავი შემშორდა რომ დავისწარე ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სტუდენტები, აი ჩვენ უნივერსიტეტზე სხვათა შორის განსაკუთრებით იყო, რომ აი სად არიან, იმიტომ რომ რაღაც არ ჩანვართ იმ დონეზე, რამდენადაც ხვები, იმიტომ რომ არც ვართ იმ ხელა, მაგრამ რომც ვიყოთ გამომდინარე ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიკისა, ბავშვები ძირითადად უფრო ჩატშიც აი რაღაცა მესიჯ ჩატშიც სხვათა შორის მithქვეს, რომ ეს აკადემიური წერის ჩატია და რა დროს პოლიტიკაა და ანუ რას ნიშნავს რა დროს პოლიტიკა, ანუ რაღაც ცოტა არ მესმის, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აქ ვართ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ვემსახურებით იმას, რის გამოც ვართ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თავისუფლებას, რომელსაც გვართმევენ და მადლობა თითოეულ სტუდენტს. და ჩვენი საერთოდ როცა ნელ-ნელა იწურება და ხო შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ეს გათვლითი პროგრამები ახსენე, აი და მინდა რომ რაღაცნაირად ესეც ვთქვათ, რომ ძალიან კარგია ჩვენი სტუდენტები რომ მიდიან უცხოეთში, იქ სწავლობენ აი ევროპულ განათლების სისტემას, ახულობენ როგორია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ ვიყოთ ამ განათლების ექსპორტიორები, ხო? ჩვენ თვითონ გქონდეს ისეთი უნივერსიტეტები, ჩვენ თვითონ გქონდეს ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც სხვას
თავაზებენ კარგ პროგრამებს და ლექტორები შესაბამისი კვალიფიკაციის იქნებიან და აი ის სისტემა, რომელიც და რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოში ხელისუფლება აქვს მიტაცებული, მოდი ესე ვიტყვი, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ინსტიტუციები დაასუსტოს და გამოშიგნოს. იმიტომ რომ თუ ინსტიტუცია დამოუკიდებელია, ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და დღეს თვითონ ვეღარ ღებულობენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დამოუკიდებული 1-2 კაცის ესეთ ახირებებზე, ხო? და ეს დამოუკიდებლობა არის დასაცავი ქვეყნის დამოუკიდებლობაც და თითოეული ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობაც და გასაძლიერებელიც არის. და ეს პროცესი თავისთავად გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა. ეს შეიძლება ესე არ შუქდებოდა, ბევრი რამ ვიცით, ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ეს ეროზია მინდიოდა ძალიან დიდი ხანი. მე აი ხშირად მახსენდება ხოლმე 2015 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა მოხსნა მინისტრმა მაშინ და მთელი ცენტრი გამოვიდა მის მხარდასაჭირად, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის დირექტორი, რომელიც ისეთი პატრიოტი იყო, რომ აი ამ ქართულ საგანძურს ისეთ პოპულარიზაციას უწევდა მთელი ქვეყნის მსოფლიოს მასშტაბით, რომ იყო გაუგებარი, რომ რას ერჩოდნენ. და დღეს ჩემთვის ეს ძალიან გასაგები არის, რომ ზუსტად ესეთი პატრიოტი ადამიანი იქ აღარ არის. და მერე იყო ამას მოყვა გიორგი უშიკიშვილი მოაშორე, მერე ხა აღარ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს, მაგრამ განათლების სისტემაშიც ესე იყო. ის ერაზმუსის პროგრამები, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს რეგიონში საუკეთესო, აი მართლა საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა ჩვენ ამ გათვლითი პროგრამების და დღეს ის ადამიანები იქ აღარ არიან, ხო? ეს კითხვის ნიშნები არის ზუსტად და ეს ინკლუზიურობა ჩვენ დაგვჭირდება მომავალშიც, როდესაც ეს კრიზისი დაიძლევა, შემდეგ აი ესეთი სპეციალისტები, სწორედ ირინასნაირი სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულები, სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართულები, სწორედ აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ეს გაძლიერდეს. შემდეგ ეს სისტემა და ფეხზე დადგეს. დიდი მადლობა. მე ალბათ დავამატებდი იმას, რომ დროა ყველა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრობლემებზე და განსავითარებელ მხარეებზე კრიტიკული აზრის გამოთქმა არ ნიშნავს ინტრიგნობას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ცუდი გვინდა ვინმესთვის. ეს ალბათ პირველი. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმაღლესი განათლება ინტერნაციონალიზაციის გარეშე დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში უბრალოდ შეუძლებელია და პოლიტიკოსებმა, არ ვიცი, პოლიტიკის განმახორციელებლებმა თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა თუ საზოგადოებამ ზოგადად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ნდობა აღდგეს და გაძლიერდეს უმაღლესი განათლების ინსტიტუციების მიმართ და ამისთვის ნამდვილად საჭიროა მმართველობის, კარგი მმართველობის პრაქტიკების განვითარება, პირველ რიგში, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობის, ესე ვთქვათ, ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თემით უნდა დავიწყოთ და რაც თავარია დემოკრატიზაციის პროცესი მმართველობაში უნდა იყოს გაძლიერებული, ალბათ მოკლედ ეს შემიძლია რომ ვთქვათ და ყველა სფეროში პოლიტიკური პარტიებმა დაინტერესდებიან უმაღლესი განათლებით და ზოგადად განათლების საკითხებით, ესეც არ იქნება ცუდი. არ იქნება ცუდი. და საერთოდ შეეკითხებიან დარგის ექსპერტებსაც, რომ რას ფიქრობენ. კი, ანუ რეალურად კი რუსთაველზე კარგია ეს პროტესტები, მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტი პროტესტი იყოს, როცა რაღაც უმაღლეს განათლებაში რაღაცა უმსგავსობას ვხედავთ და როცა განათლება ვერასდროს ვერ გახდა პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის. ამაზეც მინდა რომ ესეთი პროტესტი იყოს რუსთაველზე. ამბები ძალიან დიდი აი ზუსტად კავშირშია, არის რაღაც ჯაჭვი. იქით ფაქტობრივად ყველაფერს ერთად. ხო, და პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება საბოლოო ჯამში, ირინა. ძალიან სიმპტომატურია, რომ თუ ესე იგი არ არის რაღაცა სკანდალური არ ხდება ხოლმე, ყველა ჩვენადოებას აცმიდიას არ აინტერესებს ხოლმე. ნუ თუ მეთქი ეს უნდა მომხდარი იყო თან ესეთ დრამა. უნდა შექმნათ ხოლმე რაღაც სკანდალურები, განსხვავებულად ყურადღება მოგაქცევთ. და ჩვენი დიალოგის დროს დავიწყოთ თქვა თქვენი ქალიშვილით, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა, ხო? ჩვენ გვყავს შვილები, ასე ვთქვათ, რომლებიც ახლა დღეს სწავლობენ უცხოეთში, მეურმა ვისწავლეთ და დავბრუნდით და ერთ-ერთი პრობლემა რაც არის და რომელზეც სკანდალური არ არის და ამიტომ არავინ არ ვლაპარაკობთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ტვინების გადინება.
ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ვინაიდან ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე, საუკეთესო სტიპენდიებით სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში და იმის ნაცვლად, რომ მათ თავიანთი ცოდნა, გამოწვდილება, უნარებით მოახმარონ ქვეყნის განვითარებას და დაბრუნდნენ, ჩვენ ეთერში ძალიან ბევრი გვისაუბრე, ამიტომ შენიშნად ვერ მივიღებ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც რატო არის მნიშვნელოვანი ეს პროტესტი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შევქნა წინაპირობები იმ ქვეყნისთვისა და ჩვენ შვილებს დაბრუნება ენდომებად და გაიჟღერა რომ მე ვაკეთებ იმასაც, რომ ჩემი საქმე არ არისო. სინამდვილეში ქვეყნის მნიშვნელოვანი კრიტიკულ მომენტებში სხვისი საქმე არ არსებობს. არ არის პოლიტიკოსების საქმე, სამწუხაროდ დავინახეთ რომ ვერ გაართვის თავი. ასე რომ, როდესაც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური საკითხები, ეს გვეხება თითოეულ ჩვენს და ვისაც როგორც შეგვიძლია, რა ფორმა მიგვაჩნია საჭირო, ზოგისთვის ეს გაფიცვა, ზოგისთვის სწავლის მერე ქუჩაში დგომა, ზოგისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ეს არ არის სხვისი საქმე, ეს არის ჩვენთვის ჩვენთაგანი საქმე. და ძალიან დიდი მადლობა, ასე ვთქვათ, იმ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც ეს ამ რუსული კანონის დროს დაგვანახეს და ეხლა მე მგონი ყველა თაობა ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასი სტუმრებო ამ საინტერესო საუბრისთვის. ქალბატონი ქურთუ გენაცვალოს. ქალბატონი ქურთუ. ბანი იმედი გვაქვს თქვენ გვერდით დარჩება თეატრის მხატვრის დავჩებით ჩვენ პროფესიაში სფერო ვართ და ქალბატონი. იმედი თეატრის გარეშე არ დარჩება. ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენ სოხახით დაგემშვიდობებით რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მეგობრებო, აი ესე მოულოდნელად დავბრუნდით, მაგრამ დავბრუნდით არის ჩვენთვის ძალიან საყვარელ და დარწმუნებული რომ მაყურებლისთვისაც ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად საყვარელ რა არის. ხანაერად ვიზამეთ გოგო ძალიან მიყვარს და სხვანაირად ვერ გამოვხატე. შენი ემოციები გამოხატე, ხო? ემოციებს ვაზია. დღემშვიდობის გამარჯვება, მადლობა. ჩვენი სტუმარი მოგესალმებით. ესე იგი მთელი გადაცემა მიუძღვენით თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ გაუქმდა ძალიან ბევრი კონცერტი, ივენთი, კორპორატიული წვეულება და ასე შემდეგ ვისაუბრეთ მომღერლებთან, მუსიკოსებთან და ასე შემდეგ. ხო, მომღერლებს რომელსაც არ ემღერებათ, რომელსაც ვერ ემღერებათ და ასე შემდეგ. ხო, და რეალურად რა ვიცი, რაღაცა ვერც მივედი ბოლომდე, სწორად მე რა მგონია, იცი რა, ეს მომღერლები, ხო, თავისი სიმღერით რაღაცნაირი სტიმულები უნდა იყვნენ, ხო მართალია, ხო? მაგრამ აი კონცერტების გაკეთება კი ბატონო. რა ვიცი. განსაცდელში ვართ. ხო. მადლობა მოწვევისთვის, პირდაპირ ვიტყვევით, ჩემი ინიციატივა იყო, მე თვითონ შევთავაზე ჩემს მეგობარ ტელევიზიას. რაღაც პერიოდი რამოდენიმე დღე ფიქრობდი, რა შემიძლია გავაკეთო კარგი მოცემულ ვითარებაში. სასარგებლო, ასე ვთქვათ. იმ სფეროში, რომელთანაც მეტაკლება და ახლოს ვარ, ვნახე, რომ ყველანაირი კონცერტი, მუსიკალური აქტივობა შეჩერდა, შესაბამისად ეს მატერიალური რაღაც ზიანიც არის და ისიც რომ აღარ უკრავენ ეს ადამიანები ძლივს რაღაც გამოცოცხლ და პანდემიის მერე თქვათ ეს შოუ ბიზნესი აქაური და ახლა ისევ ფაქტობრივად გაითიშა თან ისეთ მომენტში, როდესაც ახალი წლის პერიოდი ვიცით რომ არის დატვირთული და ფაქტობრივად მთელი წლის რაღაცა მოლოდინი რა და რაკისრულად გაჩერდა ძალიან მარტივად მე როგორც ლენო რეკორდსის დამფუძნებელი მინდა შევთავაზო არტისტებს და არა მარტო მათ, ანუ რაღაცა ალბათ შეგვიძლია გავერთიანდეთ თუ მოიწონებთ ჩემს მოსაზრებას, იდეას. ვიცაც ექნება სურვილი
შეუძლია დაუკრას ლენო რეკორდში, ლენო რეკორდში როგორც ესე ვთქვა, საკონცერტო დარბაზი, ვენიუ ესე გამოიყენოს, ბუნებრივია უსასყიდლოდ მომსახურებით, ყველანაირი როგორც სივრცით, ასევე ტექნიკით და ხმის რეჟისურით თუ განათებით ყველაფრით. შეუძლიათ დაუკრან თვითონვე დაანონსონ თავიანთი, რა ვთქვათ, რა ვიცი, იმ დროს რაც არ ემთხვევა აქციას ან სხვა რაღაცა მნიშვნელოვან აქტივობას, ისეთ დროს დაანონსონ, დაუკრან, იყოს უფასო, მაგრამ შესაძლებელი იყოს დახმარება, რაღაც როგორც იქვე იყოს, ასე ვთქვათ, რაღაც შესაძლებელი ადამიანებმა გააკეთონ დონაცია, ასევე ჩაურიცხონ პირდაპირ მათ რა. მე უბრალოდ შემიძლია რომ დაუთმო სივრცე ამ პერიოდში, როდესაც სხვა კონცერტები და მუსიკალური აქტივობა არის შეჩერებული და ამას არ დავარქვათ რაღაცა მხიარულება თუ ეს უხერხულია, ეს იყოს რომ მუსიკოსის სხვა სამსახური არ აქვს. ხშირ შემთხვევაში შეუძლია მარტო დაუკრას, ეს არ არის თქვათ არც მხიარულება, ეს იგივე რაღაცაა როგორც სტილისტი, როცა თავის საქმეს აკეთებს. ან ნებისმიერი სხვა აი თქვენ ხო მუშაობთ შესაბამისად. ანუ ჩვენ მუშაობთ, ასე გამომიმუშავებთ, გარდა იმისა, რომ ვართ დატვირთული, ასევე რაღაცა უკმაპურის ფულს გამომიმუშავებთ, ხო? არც თუ ცოტა არეულად ხომ არ ვთქვი კიდე ეს არა, მე მგონი დავაგებულა თქვი. გასაგები იყო კი იმ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ დღეს მართლა მომღერლებისთვის, მუსიკოსებისთვის, ზოგადად მუსიკოსებისთვის ძალიან რთული პერიოდი, მე ძალიან კარგად მისმის რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნამდვილად ჭირდებათ ის რაღაც სივრცე, რასაც ამ შემთხვევაში თქვენ კეთილინებით თავაზობთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ნათელი წერტილივით იქნება და იმაშიც მივესალმები იმასაც, რომ ამას არ ვარქმევთ რაღაცა მხიარულებას და რაღაცა გადაჭარბებულ, ასე ვთქვათ, ზეიმს, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ის მდგომარეობა რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამაზე აღარ გავამახვილებ ახლა ყურადღებას, თუმცა ეს კეთილინება ძალიან დასაფასებელია თითოეული მუსიკოსისგან, იმიტომ რომ მართლა ძალიან სჭირდება, მართლა ძალიან გვჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას უსმენენ ახლა ის მუსიკოსები, რომლის გულშიც რაღაცნაირი იმედის ნაპერწკალი ჩაისახა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის აკეთოს თავისი საქმე, რა თქმა უნდა და ეს სივრცე, როდესაც ეძლევა მას აბსოლუტურად უსასყიდლოდ და შეუძლია რომ მივიდეს ნებისმიერ დროს და ასე ვთქვათ ხო, მუსიცირება მოახდინოს თავის მეგობრებთან თუ კოლეგებთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი ბუფუნება დღეს. ერთი რომ უნდა და მეორე რომ ძალიან ჭირდება. ხო, საჭიროებასთან მივდივარ საბოლოოდ. თეატრებს გქონდათ ეგ პრეცედენტი, სხვათა შორის, რომ არ შემდგარ სპექტაკლებზე ბილეთები გაიყიდა, რომ მაყურებელმა სასწაული რაღაც გააკეთა, მართლა ესეთი ნაბიჯი ძალიან ეგ არის და აი მადლობა, მშვენიერი მაგალითია, ასე აქედან თუ შევხედავთ, ფაქტობრივად ეს ანუ ისეთი დახმარებაც არის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ თუ საუბრობთ, რომ აქ მოდის მუსიკოსი და მისი მსმენელი მოისმენს საყვარელი მუსიკოსის ცოცხალშესრულებას და შეიძლება რომ თავისი სურვილისამებრ თვითონ განსაზღვროს, გააკეთოს თუ არა დონაცია და რამდენი გააკეთოს. ასევე მოუწოდებს სხვა, არ ვიცი, საფინანსო ორგანიზაციებსაც შეუძლია რომ შეუერთდნენ ამას, თქვენ და სხვა ტელევიზია შეუძლია რომ დაეხმაროს არტისტს, თქვათ ლენოში ამ პერიოდისთვის რაღაც შეიძლება სახელიც უნდა დავარქვათ რა არის, რა სახის ლაივებია რა ეს არის ცოცხალი კონცერტი ფაქტობრივად რაღაც ამ სფეროს წარმომადგენლების დასახმარებლად რა. როგორ უნდა დაგიკავშირდეთ? შენ მეგობრებმა იციან და ვინც არ იცის. არა, მე არ მაქვს არანაირი სოციმედია, მაგრამ პირდაპირ ჩემ ტელეფონს ვიტყვი ეთერში და Leno Records Google-ში მაინც ჩემ ნომერს აგდებს, რომელიც არის 599220588. ჩვეულებრივ ტელეფონზე ან WhatsApp-ზე, როგორც გნებავთ. თუ მოგწონთ ეს აზრი, შემეხმიანეთ. მე გამოგიყავთ სივრცეს, ხმის რეჟისორებს, ყველანაირ ტექნიკას, რაც ჭირდება რომ ჩანდეს და ისმოდეს, 400 ადაკაცი დაეტევა, ნუ რაღაც ვინც ვეღარ თუ მოვამდენი ადამიანი, ვინც ვერ მოვა, უმჯობესია რომ მიიღოს ის რომ ვერ მოვიდა და შემდეგ სხვა არტისტზე შეუძლია რომ მოვიდეს და
უსურვებ ყველა სფეროს წარმომადგენელს ამ განსაცდელში იყოს მაინც თავაწეული ხნეთ და მტკიცეთ ხნეთ ჩვენ გადავაგორებთ ამასაც. რა თქმა უნდა, ეგეთი გადავიგორებია. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა თქვენ. უნიჭიერესო ადამიანო და მადლობა რომ ესეთ გვერდში უდგეხარ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მუსიკოსებს. ხო, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. ჩვენ გავაგრძელოთ. უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. 28 დეკემბერს ჩემო ძვირფასებო 15 საათზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცენტრალურ მოედნებსა და ხიდზე საქართველოს მოქალაქეები 1 საათიანი საპროტესტო ჯაჭვის გასაკეთებლად ვემზადებით. ყველა ქალაქს, სადაც შედგება საპროტესტო ჯაჭვის, საკუთარი სქემა ექნება. ჯგუფი დაიტოვეს წარმომადგენელთან ადმინთან ამ შემთხვევაში ილია გლონთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უფრო დეტალურად და ვრცლად ჩაგვახედებს მოკლედ 28 დეკემბრის ჯაჭვში. გამარჯობა ილია და წესით ახლა აქ რაღაცნაირი მილიონი ხმა უნდა ისმოდეს მადლობის და გვერდში დგომის აი არ ვიცი მართლა მილიონი ხმას ვუერთდებით ჩვენ სამი და ხო იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი საქმე რეალურად ისმის არა მილიონი ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელად რა ვიცი აი გუშინაც რაღაც ლაივები გუშინ წინ ლაივები დავიწყეთ რუსთაველზე ვუშვებთ ხოლმე დაიტოვეში და უზომოა ის სიყვარული და მართლა მარტო თქვენი მხარდაჭერა და აი ამ ხალხის გამო ვაკეთებთ და ეს არის თქვენ ხართ ამის ნაწილი თქვენ გარეშეც არაფერი არ გამოვიდა და დამიჯერე იმიტომ თქვენ ხართ აი ამის ცენტრში და ჩვენ უკვე უბრალოდ შემსრულებლები ვართ ამ რაღაცა პატარა ჩვენი კლიკით ვერ ვიტყოდი ეგრე მარტივად ეგრე მარტივადაც არ არის გამბო გაცილებით მნიშვნელოვანია 28 დეკემბერზე იმიტომ რომ გუშინ დავსვი მე სხვა ეს კითხვა რა თქმა უნდა ესე კულისებში რომ მე სადვდგები მაგალითად როგორ უნდა გავიგო ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ვისაუბროთ ტექნიკურადაც სქემატურად უნდა ვისაუბროთ მაგრამ პირველ რიგში დავიწყებ მნიშვნელობაზე და რატო გვინდა 28-ში რატო ხდება ეს ამბავი და როგორ ჩვენ დავინახეთ ანუ ეს პროცესები სადაც მიდოდა რომ ჩვენმა ხალხმა თავის ნება გამოავლინა ხო ყველამ ვიცით ჩვენს ეგ რაც ხდება ეს დასამალი არც არის და ვერც დავმალავ და მათ შორის მათ ან ხელისუფლების პროპაგანდასაც კი უკვე აღარაფერი აღარ შეუძლია ხელისუფლება. კი, ეს არალეგიტიმური ხელისუფლების რა თქმა უნდა პროპაგანდას აღარაფერი აღარ შეუძლია. თავის მომხრეებსაც მართლა მე მჯერა ის ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც გულწრფელად ვისაც ჯეროდა, რომ ქართული ოცნება ევროპაში მიდოდა და გულწრფელად მისცა ხმა, მაგათაც კი უკვე აღარ სჯერათ ამ ამბის მოატყუეს პირდაპირ, ხო, აი გამოიყენეს ჩვენ ადამიანებს მართლა ჯეროდათ და გვაფასეთ. მitmat მოსაზრებას. ჯამში ჩვენ უკვე დღეს ვიცით და მოცემულობა გვაქვს რომ თელმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცის და ყველას ესმის რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური დაწყებული არჩევნების გაყალბებიდან დამთავრებული იმით რომ თავისივე ამომრჩეველი მოატყუეს ხო და ეს გამოხატეთ და ამას რა ვიცი გუშინდელმა მარშებმა და ასე თქვა რუსთაველმა საერთოდ ესე თქვა აპოთეოსში მოიყვანა ყველაფერი რაც ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. მეორე მომენტი რაც მოხდა 20 ისე რა ქვია ამ პარასკევს ეუთოოდირის დასკვნა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე აჩვენა იმდენად მძიმე დასკვნა, რომელსაც აი მესამე დონის ქვეყნებშიც არიდება ის დასკვნები მარტო აი ადამიანურ ენაზე რო ვილაპარაკოთ. ისეთი არჩევნები ჩატარდა ეუთოოდირისთაც კი რომელიც არის ყველაზე მოგრძალებული, ყველაზე ნეიტრალური რაც შეიძლება იყოს. ეს არ არის პოლიტიკური ცდილობს ხოლმე რომ ძალიან ეს არ არის არანაირად პოლიტიკური ორგანო და მით უმეტეს იქ ვიცით რომ ბევრს აქვს ძალიან დიდი გავლენა. მათ შორის ქართულ ოცნებასაც ქართულ ოცნების მეგობრებიც იყვნენ იმ დამკვირვებლების სიაში ძალიან კარგად ვიცით და ამის მერეც და გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე რო ვიყავით ამასაც საბოლოო ჯამში ესე იქრება წრე რომ ეხლა ამ ხელისუფლებას საბოლოოდ ზუსტად ვიცით რომ არც შიდა არც გარე ლეგიტიმაცია არ აქვს და სხვა რამის ლოდინს არ აქვს მნიშვნელობა და აზრიც ეკარგება გარკვეულწილად. ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ და ვისაუბროთ თუნდაც ამ ხელისუფლებას მე არა და რა თქმა უნდა პრეზიდენტს აქვს ეს უფლებამოსილება, ეს არის მხოლოდ იმაზე, რომ ტექნიკურად როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამისთვის მეორე მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა უნდა მოამზადონ იმისგან განსხვავებით სამწუხაროდ რაც მოხდა 26 ოქტომბერს ზუსტი გაზამკვლევი მათ შორის როგორ წარმოადგენთ ეს ასე შემდეგ, ჩვენ საზოგადოებამ კიდე უნდა ვიაქტიუროთ ქუჩაში და ის რაც აქამდე ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ და ამის რაღაცა
სწორი მიმართულება და საბოლოო ხაზი უნდა დავუსვათ. ამიტომ ავირჩიეთ 28 რიცხვი, ეს არ არის მარტო დაიტოვის ინიციატივა, როგორც მე მგონია მთელი საქართველოს ჩართული იმდენი ჩატი მაქვს. ანუ ადამიანები უკვე დაიტოვის ინიციატივა, აღარაფერი აღარ. ხო, ყველაფერი ხალხი აკეთებს მაგას. ამიტომ ეს ჯაჭვიც კეთდება იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ რომ გვაბრალებენ და კიდევ ერთხელ გასაგებია უკვე ეს პროპაგანდასაც მაგასაც გადავძლიათ რომ ვიცულით და უკვე გვეცინება. ძალიან სასაცილოა მართლა. მაგრამ ერთდროულად ყველა ადამიანი ვინც ყველა ქალაქში სადაც აპროტესტებს, იქ გამოვალთ და ამ სიმრავლეს დაინახავს მათ შორის კიდევ ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება რას იფიქრებს საერთოდ. ჩემს მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას იფიქრებს მათი მხარდამჭერები, მათი გულწრფელი მხარდამჭერები, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარდა და მართლა ვიცი, სამწუხაროდ ესე მოხდა, რომ ისინიც მოატყუეს და ზუსტად ამის დანახო გვინდა რომ დავანახოთ მათ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველანი ერთად ლამაზად და კიდე განსხვავებულად დგავართ 28-ში 3 საათზე და ეს იქნება კიდე ერთი მომენტიც აქვს მაგას, რომ 29-ში ინაგურაცია დაგეგმება. მაგის გარდა კიდე რაღაცეები აქვს დაგეგმილი და ზუსტად აი ამ გეგმებს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ჯაჭვში დგომა და ეს არის ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის. ეს ანუ სხვა არაფერი არ, ჩვენი თავებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ჩავდგეთ ამ ჯაჭვში და ეხლა ტექნიკური ნაწილი შეგვიძლია გადავიდეთ. საინტერესოა. ხო, სქემა გვაქვს, და შეგვიძლია ხო პლაზმაზეც ჩანს და ჩვენ ტელემაყურებელი თან ხედავს ამ პროცესს. მოდი ეხლა დავიწყოთ ქუთაისიდან, რომ კარგად ილია ამ შემთხვევაში გვითხრა როგორ რანაირად სქემა როგორ მუშაობს. ანუ თითო ქალაქს და თითო დასახლებულ პუნქტს, რომელიც ჩაერთვება და სადაც პროტესტი მიმდინარეობს და ყველგან მიმდინარეობს უბრალოდ მართლა იმდენი ჩატია, რომ ვერც კი ხვდები როგორ და დაორგანიზო, მაგრამ რაღაცნაირად ვიზამ, მე მგონი თვითონ ხალხიც ისეთი თვითორგანიზებულია, რომ ყველაფერი გამოვა. ხო და ყველა ქალაქს აქვს თავისი სქემა. დავიწყოთ ქუთაისით, ხო? ქუთაისის სქემა არის აგებული ორი ხიდის ირგვლივ, ეს არის წითელი ხიდი და შოთა რუსთაველის ხიდი, რომლის ირგვლივაც განლაგდებიან ჯაჭვის მონაწილეები და აქ არის 4 წერტილი. გალაქტიონის მუზა, უშუალოდ წითელი ხიდი, შოთა რუსთაველის გამზირის მხარეს დასაწყისი ამ ხიდის და უშუალოდ შოთა რუსთაველის ხიდი, სადაც შეიკრიბებიან მოქალაქეები და გაიშლებიან შემდეგ ჯაჭვს. ერთგვარი წრე იკრება? კი, აქ წრე იკრება. კი ბატონო. ეს არის ქუთაისის სქემა. ეს არის გორის სქემა. შემდეგი თუ შეიძლება გორი, კი ბატონო. ეს არის სად რომელიც იწყება ყოფილი ფოსტადან, გორელებს ძალიან კარგად მოეხსენება ეს და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თვითონ ადგილობრივი აქტივისტები ვინც არიან ისინი გვაწოდებენ ინფორმაციას, ამიტომ მე ზუსტად არ ვიცი ეს ლოკაციები, მაგრამ გორელებისთვის ნამდვილად გასაგები და ის იქნება და ეს წავა ჭალა სადგურის ხიდამდე. აი ესე ეს ჯაჭვი და გაიჭრება ცენტრალურ ნაწილზე მათ შორის. და ეს წერტილები რაც არის, ეს არის შეკრების ადგილები. მოკლედ ყველა ორგანიზაცია, მათ შორის თბილისის გადავალ გაჩვენებთ და ძალიან კარგად თბილისი უკვე ყველაზე ადრე დააორგანიზეთ ესე რომ ვთქვათ, ის რა ქვია, ბევრი ადამიანი ჩაერთო, ეგრევე თბილისი ცოტა ადრე მოხდა. აი თბილისის სქემა რო კარგად დავინახოთ. ხო. ესე იგი ჯაჭვი დაიწყება ევროპის მოედნიდან. ევროპის მოედანზე კიდე ერთი სურპრიზიც იქნება, მე ყველა ვნახავთ 28-ში, მაგრამ ეს დაიწყება გადავა მეტეხის ხიდზე, ჯაჭვი მე ჩავა სანაპიროთი მშვიდობის ხიდთან, მე მშვიდობის ხიდზე ავა ჯაჭვი, მე გადავა რიყეზე, ავალ ბარათაშვილის ხიდზე, ჩამოვალ იუსტიციის სახლთან და გავხვევთ ესე ზაარბრიუკენის ხიდამდე, შემდეგ ავალ ზაარბრიუკენიდან ეგრეთ წოდებული ვორონცოვის მოედანი ან ზაარბრიუკენის მოედანი რაც არის. ეხლა იქ მე ისევ ჩავალ გალაქტიონის ხიდამდე სანაპიროზე, გადმოვალთ აქეთა მხარეს გალაქტიონის ხიდზე, ისევ მე უკვე ლაგუნა ვერასთან გადმოვა ესე თამარ მეფეზე წავა ჯაჭვი და თამარ მეფის ხიდიდან ჩავალთ ვახუშტის ხიდამდე და ვახუშტის ხიდი ბოლო წერტილი ვერ იქნება, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი და ხო ეს როგორ ხდება? აი ბოლო წერტილი რო ვერ იქნება, ვახუშტის ხიდთან. ახლა აგიხსენე. პირველ რიგში ამ სქემაზე რაც არის, უკვე თავისით არანაირი დაორგანიზებული როგორც აი წარმოუდგენელი რაღაც ხდება. მოკლედ ეს რო დავაანონსეთ ეს ლოკაციები, ყველა ჯგუფმა დაიწყო აღება თავისი ლოკაციის. ესე იგი პროფესიულმა ჯგუფებმა თქვეს რომ ჩვენო დავდგებითო
ესე იგი ვახუშტის ხიდზეო ზოგმა თესეუმ დღეს გუშინ დაანონსეს თესეუს მსვლელობა პირველ საათზე 28-ში და მსვლელობით მოვლენ პირდაპირ ხო ჩამოვლენ ქვემოთ და ლაგუნასთან დადგებიან და მე ზოგმა პარტიამაც დაპოსტა რომ ჩვენ აი ამ ხიდს ვიღებთ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ყველა ვინც ორგანიზაციული ჯგუფი რაც იქნება ყველა აიღებს თავის ლოკაციას ოღონდ ეს ისე ორგანიზებულად ხდება ვერ დაიჯერებს ხო ეს ხი დაიჯერებს აი ორგანიზატორებს როეძებენ და მათ შორის ჩემთანაც რომ მოვიდა პოლიცია და ორგანიზატორს ეძებდა. გამარია რომ ჯერათ კიდე რომ ორგანიზატორი არსებობს თუ რა ხდება გამარია. იცი რა არის? აი სასაცილოდ მეჩვენება მე რომ უყურებ ამას შიგნიდან რომ ხალხი თავის ორგანიზდება. მე არც მე კი არა არავის არაფერი ისეთი განსაკუთრებული ადამიანს ხალხმა უკვე დაიწყო თავის ლოკაციების აფრთხილება. თუმცა ალბათ იდეაში ამან წარმოგვიდგენია ვიღაცა ზის და ვიღაცა ლოკაციებს უთხრა. წარმოუდგენელია უბრალოდ ხალხი თვით ორგანიზდება და დღეს იყო აი ამ თვით ორგანიზების ჩემთვის ყველაზე მაღალი წერტილია წეგან წავიკითხე IT-შნიკების IT ჯგუფში ვარ IT-შნიკების მაინც ბარბარიზმები და IT სპეციალისტები IT სპეციალისტების ჯგუფში ვარ და დაიწერა გუშინ მქონდათ მარში და დაიწერა follow-up ანუ თავისი რა გაუმჯობეს და რა შეცდომები ჰქონდა და არა გამოაცხოს უკვე ანუ წარმოიდგინეთ როგორც ბიზნესი ისე უდგებიან როგორც პროექტი ისე უდგებიან და აანალიზებენ თავის მინუსებს და პლუსებს და მე აი ამაზე უკვე შემიძლია დახურულად გამოვაცხადო ეს ამბავი რომ იმდენად ორგანიზებულია ყველაფერი. კი, ამას ხედავთ უკვე ჩვენ ძალიან დიდი ხანია. დაუჯერებელი. ქვეყანა, ხალხი, ყველა მივიდა აი ისეთ ორგანიზებულობამდე, ისეთ ურთიერთობამდე და ისეთ ქვეყნის სიყვარულამდე და პასუხისგებლობამდე, რომ მომავალი მთავრობა მაგრად მეწოდება. მეც. რა საწყლებო და მაგრად თუ მდგომარეობაში თქმა, ეგრეთ უნდა იყოს. ერთი ნაბიჯის გადადგომის თემატიკაზე ზედმეტი. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ისეთი ნათქვამია, რაც გეკუთვნით. მართლა მიუხედავად იმისა, რომ კი ამბობთ, რომ ხალხი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი იმაში, რაც ხდება დღეს. გულწრფელად დიდი მადლობა მართლა. ანუ ჩემს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესაც კიდევ ერთხელ დავწერე, რომ შენ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მადლობა. აუცილებლად გავიმარჯვებ და თან მალე არავინ პროცესი არის. ძალიან მალე. ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, იმიტომ რომ ამ ხალხს ვერაფერი გააჩერებს რუსთაველზე რო ვდგავარ და იმას გრძნობ, რასაც აი გრძნობ ყველა, ხო? არ იქნება ეს გრძელი ამბავი, ძალიან მოკლე. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. აი ამ ჯადოსნურ ნოტაზე ჩვენ უნდა საინფორმაციო გამოსავალები ვითავაზებდი ჩემთვის, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით. შენ სანამ კოკაკოლას მიაწოდებ, მე მაყურებელს ვეთქვი მაშინ რომ საინფორმაციო გამოსავალები გველოდება წინ შემდეგ უკვე იქნება მაია ხერხეულიძის რუბრიკა ექიმის რჩევები, რაც ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევებს მივიღებთ ქალბატონი მაიასგან, ასე რომ პირველების შემდეგ ქალბატონი მაია იქნება თქვენთან ერთად და ჩვენ შეგვიძლია დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და აქვე ვთქვათ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კბილი ქვეყანა და ვიცხოვროთ კბილად კბილ ქვეყანასთან ერთად. კი, როგორც გუშინ თქვით, კბილ ქვეყანასთან ერთად კბილ ქვეყანაში. აუცილებლად. მომავალ შაბათკვირამდე. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და დღეს ჩვენ ტრადიციულად ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ და სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ იმ საკითხებზე, რაც მგონია, რომ ძალიან ბევრ ტელემაყურებელს და განსაკუთრებით მშობლებს დააინტერესებთ, მინდა წარგიდგინოთ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორი დეკლარი. ეს არის პრემიალური ხაზის შვეიცარიული ბრენდი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მგრძნობიარე კანისთვის. ბრენდს გააჩნია 45 წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილი არის მსოფლიო ბაზარზე. ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული შედეგზე.
დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გველის და ვისაუბრებთ ისეთ პრობლემაზე, რომელიც საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ეს არის ტონზილიტები და ადენოიდიტები და როდის არის საჭირო ოპერაციული ქირურგიული ჩარევა. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ კლინიკა პირველის ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი ქალბატონი თათია ზარდაძე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი თათია სტუდიაში მობრძანებისთვის და მართლაც ეს თემა ძალიან ბევრი მშობლისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენთან პედიატრებთანაც ძალიან ხშირად მოგმართავენ ხოლმე პაციენტები, რომლებიც სუნთქვის პრობლემას უჩივიან. სუნთქვის პრობლემა განსაკუთრებით ღამით, ხრინვა, ვერ სუნთქავს ბავშვი, თითქოს პირღია არის და ასე არის და ზოგჯერ თვითონ მოდიან და თვითონვე გვეუბნებიან თავის დიაგნოზს, რომ აი მე მგონი ადენოიდები აქვს გადიდებული და მე მინდა ახლა თქვენ კარგად აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ადენოიდები, რა კლინიკური სურათით ხასიათდება, როდესაც არის ადენოიდების ჰიპერტროფია და ორი სიტყვით ისაც თქვათ, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემის დიაგნოსტიკა, საკმარისია თუ არა მხოლოდ რომ ოტორინოლარინგოლოგმა ნახოს თქვათ ესეთი პაციენტი. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ნამდვილად აქტუალური თემა არის განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს, როდესაც ვირუსული ინფექციების ბუმი არის და პაციენტთა უმრავლესობა და მათი მშობლები მოგმართავენ სწორედ, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელების პრობლემა აქვს ბავშვს. გარდა იმისა, რომ აქვთ სურდოს გარეშეც მოგმართავენ, რომ უჭირთ ცხვირით სუნთქვა, პირღიაობა, ღამით ხრინავს, შფოთავს და უძილობა აწუხებს ბავშვს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ პირველ რიგში ანამნეზის შეკრებას და მე მის პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას, რომ გავარკვიოთ ცხვირით ვერ სუნთქვის მიზეზი რა არის. ამისათვის ვაკეთებთ ცხვირის ღრუს დათვალიერებას, თუ კი იქ ზგიდე ნიჟარები, ცხვირის ღრუს ლორწოვანი არის, გადიდებული, შეცვლილი არის, შემდეგ უკვე ვიძახებთ რეალური მიზეზის ძებნას, როცა ჯამრთელია პაციენტი და მაინც უჭირს ცხვირით სუნთქვა, რა არის ამის მიზეზი. ამისთვის ვიყენებთ რენტგენოგრაფიას ცხვირ ხახის გვერდით პროექციაში. ვინაიდან და რადგანაც ცხვირიდან ხახაში გადასვლის ადგილას მოთავსებული არის ადენოიდური ქსოვილი. ადენოიდური ქსოვილი ასევე წარმოადგენს ლიმფოიდური რგოლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ აქ ხდება პირველადი, რო იტყვიან, იმუნური სისტემის დამცავ ბარიერს წარმოქმნის და შესაბამისად აი ესეთი მნიშვნელოვანი ორგანიზმი მას თავისი ფუნქცია აქვს, ეს არ არის ეს თავისი ფუნქცია აქვს ტონზილებთან ერთად იმუნური სისტემის პირველადი შემადგენელი რეალურად აკაჩერებს რაღაცნაირად ინფექციას მთლად და ცდილობს რომ ქვემოთ ეს ინფექცია არ გამიტანოს. სწორედ ეს ინფექცია ზემო სასუნთქი გზებიდან არ გატარდეს ქვემო სასუნთქი გზებისაკენ. ადენოიდებს გააჩნია თავისი 4 ხარისხი და როდესაც ვატარებთ რენტგენოგრაფიას, იქ თვალნათლივ ჩანს თვითონ პაციენტსა და მის მშობელსაც შეუძლია რომ დაინახოს, რომ ადენოიდების მესამე და მეოთხე ხარისხი, როცა სასუნთქი არის 3/4-ცა და მთლიანად მოიცავს ხოლმე, ანუ აღშობს საერის ნაკადის გატარებას ცხვირიდან ხახისაკენ, ეს უკვე მიუთითებს მის ჭეშმარიტ ჰიპერტროფიაზე, რაც უკვე საჭიროებს ხოლმე ოპერაციულ ჩარევას. თათია, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ სანამ თქვათ, აი მესამე მეოთხე ხარისხის გვაქვს, ან არ გვაქვს ამ ხარისხის, კონსერვატიულად ვუმკურნალოთ ასეთ პაციენტს და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა, იმიტომ რომ ესეც ძალიან ხშირი ჩივილი არის ხოლმე მშობლის, რომ ყურთან დაკავშირებული პრობლემები ვლინდება და როგორ შეიძლება ამან თქვათ იმოქმედოს სმენაზე. დიახ, სწორედ როდესაც აღვნიშნე, რომ ადენოიდები ცხვირ ხახაში არის მოთავსებული, აქ იხსნება სწორედ ყურისა და ცხვირის დამაკავშირებელი არხები, ევსტახის მილები. ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია იწვევს ზეწოლას, გადიდება მოცულობაში, გადიდება იწვევს სწორედ ამ ევსტახის მილის სარქველებზე ზეწოლას, რაც შესაბამისად იწვევს როგორც ევსტახიც, ასევე შუა ყურის ანთებებს ძალიან ხშირად. არც თუ იშვიათი არის, როდესაც პაციენტი მოდის, ძირითადი ჩივილი არის შუა ყურის ანთება, მაგრამ როდესაც უკვე გამოკვლევას და ჩავეძიებით კარგად რეალური მიზეზი რა არის, სწორედ ჰიპერტროფირებული ადენოიდის ქსოვილი შეიძლება იყოს ამისი მიზეზი. ოპერაციის გარდა თუ კი მწვავე პერიოდი არის, მწვავე სურდოს დრო არის, როდესაც ალაგდება ხოლმე მწვავე სურდო მთელი თავისი სიმპტომატიკით, ეს შეშუპებული და მოცულობაში გაზრდილი ადენოიდური ქსოვილიც უბრუნდება თავის ზომას. ეს ძირითადად ხარისხების განსაზღვრა და შეფასება ხდება ხოლმე წყნარ პერიოდში, მშვიდად, როდესაც ფაქტიურად პაციენტი ისე შეიძლება ისედაც იყოს გაზრდილი და ჰიპერტროფიული ვირუსის დროს. ჰიპერტროფირებული, ისე როგორც ტონზილები,
როდესაც არიან ბავშვები გაცილებული, არიან ჰიპერტროფირებულიც და არის ჰიპერემიულიც. ასევე არის ეს ადენოიდური ქსოვილით, შეგვიძლია რომ მსგავსად განვიხილოთ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ვიცით, რომ უკავშირდება, ვთქვათ, ადენოიდების ჰიპერტროფიას, არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ძილის აპნოე და რაც მნიშვნელოვანი სიმპტომია და ამიტომ იქ სადაც მშობელი გვეუბნება ხოლმე რომ ვთქვათ, ვერ სუნთქავს, თითქოს პირღია, ყოველთვის ანამნეზი ხა თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შეკითხვები გვჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ, ხომ არ არის, ვთქვათ, ეს ძილის აპნოეც, რომელიც ერთ-ერთი, ვთქვათ, რაღაცა გარკვეულწილად ნიშანიც არის, რომ იმაზე, რომ ვიფიქროთ ქირურგიული ჩარევაც. რა თქმა უნდა, ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი მიმანიშნებელი არის ძილის აპნოე, ხშირი მორეციდივე ოტიტები და პირღიაობა. ეს უკვე ცალსახად განსაზღვრავს, რომ პაციენტს ესაჭიროება როდესაც მოდის თქვენთან პაციენტი და თქვენ ხედავთ, რომ იქ მართლაც ოპერაციული ჩარევა ჭირდება, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ითხოვენ, რომ იცით რა, ვაკეთებთ ადენოიდების ოპერაციას და მოდით მივაყოლოთ ტონზილებიც, მოდით ორი სიტყვით ტონზილების ფუნქციაზეც ვთქვათ, რა შემთხვევაში არის აუცილებელი ამ დროსაც, რომ ვთქვათ, რა არის ის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც უნდა გადავწყვიტოს ჭირდება თუ არა ბავშვს ოპერაციული ჩარევა. ნამდვილად ეს ხშირი მწვავე ტონზილიტები, განსაკუთრებით პედიატრებისთვის თქვენთვის ძალიან ნაცნობი არის, რომ წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ, 3 წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს კლინიკურად დადასტურებული, რომ ის ტონზილები ჩაითვალოს ქრონიკულად. არამც და არამც მწვავე პერიოდში არ უნდა გაკეთდეს ტონზილექტომია და არ უნდა შეფასდეს ის არის თუ არა საოპერაციო. რაიმე რისკებთან არის დაკავშირებული მწვავე პერიოდში ტონზილექტომია, აი თქვათ, თითქოს ჩირქია და მაინც გადაწყდა და გაკეთდა. არის ეს რაღაცა ზრდის რაღაცის რისკს თუ თვითონ მწვავე პერიოდში როგორც წესი არ ვაკეთებთ ოპერაციას, ეს კაცრად დაცული წესი არის ქირურგებისთვის, იმიტომ რომ ამ დროს ქსოვილიც გაფაშრებულია, იქ კონტურებიც არ არის გამოკვეთილი, კი ზრბილი ქსოვილებისგან უნდა იყოს ადვილად გამოცალკევდებოდეს და როდესაც ანთებითი პროცესია, ქირურგიული ჩარევა, ამ დროს გართულებებით საკმაოდ ბევრი აღმავალი ინფექციის რისკი არის ჯერ მარტო და ამიტომ მწვავე პერიოდში არანაირად გამართლებული არ უნდა იყოს. პაციენტი უნდა მომზადდეს საოპერაციოდ წყნარ პერიოდში, როცა არც ყელის ტკივილი აღენიშნება, არც ტემპერატურა და არც სხვა რაიმე გვერდითი მოვლენები. ახლა როდის არის საოპერაციო ტონზილები? ტონზილები აღნიშნეთ, რომ კლინიკურად უნდა იყოს დამტკიცებული, რომ არის ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტი. ამას გარდა რატომღაც მაინც მოითხოვენ ეს ეგრეთ წოდებული ანტისტრეპტოლიზინის ანალიზის განსაზღვრას, რომელიც ყოველთვის არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი იმის გაკეთდეს თუ არ გაკეთდეს ოპერაცია. შეიძლება იყოს ნორმაში ანტისტრეპტოლიზინი და იყოს ჩვენება ოპერაციული ჩარევის. ამ დროს ტონზილებს მისთვის დამახასიათებელი დაღარული ზედაპირი აქვს, თავისუფალი ჩირქი მიიღება, პატარა კენჭების სახით არის ხოლმე ჩალაგებული ამ ლაკუნებში. ზოგჯერ არის მაღალი ანტისტრეპტოლიზინი, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩვენ პედიატრებს, ინფექციონისტებს, რევმატოლოგებზე ვართ დაყრდნობილი, გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ ოპერაცია, არის ეს ტონზილებიდან გამოწვეული თუ არ არის ეს ტონზილებიდან გამოწვეული. პოსტოპერაციულ პერიოდს რაც შეეხება თუნდაც ადენოიდების შემთხვევაშიც და ტონზილების შემთხვევაშიც, ეს ასე არ არის, რომ ტონზილს ვაკეთებთ და მოდი ბარემ ადენოიდიც ესე პოლიპად მოიხსენიებენ ხოლმე პაციენტთა უმრავლესობა, ნამდვილად არ არის, თავიდანვე აღნიშნეთ, ორივეს აქვს ორგანიზმში თავისი ძალიან დიდი ფუნქცია დაკისრებული, ამიტომ თუ პაციენტი სუნთქავს, თუ ადენოიდი არ ავადობს, არა ხშირი სურდო, ხშირი ყურის ანთებები, იყოს ის ადენოიდური ქსოვილი და გავაკეთოთ მხოლოდ ტონზილექტომია. ან თუ არ ავადობს ტონზილებით, გაკეთდეს მხოლოდ ადენოტომია. ხშირად არის ხოლმე მოსაზრება, რომ აი რა აზრი აქვს გაკეთებას, მერე მაინც უჭირს ცხვირით სუნთქვა და შეიძლება რომ რეციდივი მოქცეს. დღევანდელ დღეს უკვე იშვიათი არის ეს თანამედროვე რამ გამოიწვია, ვთქვათ ეს საერთოდ მასთან მიდგომა ხდება პირის ხრუდან, ცოტა რთულ ადგილას არის მოთავსებული, რომ ადვილად მიუდგეთ.
ადრე ამას ვწავლობდით ეგრეთ წოდებული ადენოტომებით, ლარინგოსკოპიული სარკეებით, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე როდესაც არის ენდოსკოპი, არსებობს ესეთი აპარატი შეივერი, რომელიც ნააზად გამზოგველად არსავს ამ ქსოვილს და გაქვს სრული უფლება რომ უკვე აკონტროლებთ თვალთახედვის არეში. გაქვს რომ იქ მინიმალური რისკია რომ რაიმე ქსოვილი დარჩეს რომ რეციდივი მოგცეს. თუმცა მედიცინაში ეს ხდება ხოლმე 100%-იანი მედიცინაში არაფერი არ არის და ამიტომ კი მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათ შემთხვევებში უკვე რომ ძირითადად ეს ალერგიულ ბავშვებში არის ხოლმე გამოხატული ალერგიულ ფონზე მაინც ქსოვილი რო შუქდება. მე კარგად მახსოვს, როდესაც დავიწყე მუშაობა, როგორ მიმდინარეობდა ეს ოპერაცია. არ იყო მაინც და მაინც სასიამოვნო საყურებელი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდებოდა რომ გაუტკივარება იყო ადგილობრივი ხშირად მხოლოდ და ამიტომ გვჭირდებოდა ხოლმე პაციენტის დაბმა ზოგჯერ, ხო და ბევრი სხვადასხვა ოპერატორს თავისი ხერხები ჰქონდა, ზოგი მღერო და ზოგი არ ვიცი რას იყენებდა ხოლმე კი სხვადასხვანაირად, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები და მე მაინტერესებს აი დღეს ორი სიტყვით რო თქვათ, როგორ კეთდება თვითონ ქირურგიული ჩარევა ეს ოპერაცია და კიდევ ერთი კითხვა, რა რეკომენდაციები უნდა მისცეთ თქვენ ახლა მაყურებლებს, რომელიც იქნება აუცილებლად გასათვალისწინებელი ქირურგიული ოპერაციის ვთქვათ შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში, ეს იქნება კვება, თუ ეს იქნება როგორი ყურადღება, რაზე უნდა გაამახვილონ, რა უნდა იცოდენ, რა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოგმართონ. დღევანდელ დღეს ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ კეთდება, გაუტკივარებით პაციენტი ფაქტიურად რომ მოდის, ვერც იგებს ოპერაცია როგორ გაიკეთა, ესეთი ხალისით შედის საოპერაციოში, მშობელთან ერთად შესვლის ტრადიცია გვაქვს და ადვილად იძინებს, გამოიღვიძებს, უკვე ოპერაცია დამთავრებულია. ოპერაცია კეთდება ლაზერითაც, ბიპოლარითაც, ამას თვითონ თავად ქირურგიც ირჩევს და პაციენტსაც აქვს ტექნოლოგიის არჩევის საშუალება. აი ეს უპირატესობაც თქვათ, მაშინ როგორ რითი ჯობია ვთქვათ, რომ გაკეთდეს და რაზე არის ეს დამოკიდებული არჩევანი. ლაზერის შემთხვევაში არჩევას ქირურგები ლაზერზე ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ითვლება, რომ უფრო სწრაფად მუშაობ, ტრავმატიზმიც ნაკლებია, უფრო იუველირულად კეთდება და ნაკლებად ზიანდება, ირგვლივ ქსოვილები და პოსტოპერაციული გართულებების რისკი არის დაბალი. სისხლდენა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და პოსტოპერაციულად ტკივილი. აქაც მიყვარს ხოლმე იმის თქმა, აქაც 100%-იანი არაფერი არ არის. შესაძლებელი არის რომ იყოს სისხლდენაც, შესაძლებელი არის იყოს ტკივილიც. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს და მის წარმართვას, ადრე იყო რომ მხოლოდ ნაყინი უნდა ეჯამა პაციენტს და მხოლოდ რძე უნდა დაელია. დღეს ამაზე მიდგომა შეიცვალა. პირველ დღეს ვითხოვთ ხოლმე ერთადერთი ნაყინი რამდენიც გაუხარდება, იმიტომ რომ შეერკუჭზე ბევრს ვერ იღებს პაციენტი და ამ ხალის არ უკარგავთ, მაგრამ მეორე დღიდან უკვე ვითხოვთ რომ აი ეს თხევადი ფაფები ყველაფერი მიიღოს. თუ კი ოჯახის ფანტაზია რაიმეს გასწდება და რაც პაციენტს უყვარს. აქ მშობლის როლი არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით იმ მენიუში, რომ რა შეიძლება მიიღოს პაციენტმა. ნუ უხეში საკვები არ უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა. თხევადი და გრილ მდგომარეობაში. მე-4 მე-5 დღიდან უკვე წვნიანები შემოდის, პურის გულით შემოდის ამ წვნიანში და შიმშილს ორგანიზმი არ განიცდის. ყველაზე ძალიან ვეხვეწები პაციენტს, რომ ის თითოეული ლუკმის ჩაყლაპა არის აუცილებელი, რადგან ნერწყვი ყველაზე კარგად აშუშებს ჭრილობასაც და ყველაზე კარგად აშუშებს ტკივილსაც, ამიტომ წყალი და საკვები უნდა მივიღოთ და რეაბილიტაციის პერიოდი 10 დღეში ფაქტიურად უკვე პაციენტი ვეღარ გრძნობს, რა გაიკეთა, როგორ გაიკეთა, უბრალოდ მაინც ვაფრთხილებთ, რომ არ გაუთამამდნენ პოსტოპერაციულად 2 კვირის განმავლობაში სიფრთხილე ზომები მიიღონ და რომელი დღეები არის მაინც ყველაზე უფრო საყურადღებო, თქვათ, პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ მშობლები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს არა თუ ქირურგიული ჩარევა და ოპერაცია, არამედ არც ერთი манипуляცია არ არსებობს, რომელსაც თავისი რისკი არ აქვს და ეს ყოველთვის ყველა რისკ ფაქტორის გათვალისწინება გვიწევს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არასოდეს, ახლა რაც ჩვენ ვთქვით, 100%-იანი გარანტია მედიცინაში არ არსებობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე მე-7 მერვე დღე, როდესაც აი ქსოვილების რო თქვენ დაჭიმვას ვეძახით ხოლმე რეაბილიტაციის პერიოდი, როდესაც ყველაზე სწრაფად რეგენერაციის პერიოდი მიმდინარეობს. პოსტოპერაციულად თუ ჩაიხედავთ, ის არის თეთრი ფიბრინული ნადებით დაფარული. იგივე პროცესი მიმდინარეობს, როგორც მწვავე ტონზილიტის შემთხვევაში და ამ ნადებს ვუფრთხილდებით ძალიან და ეს საკვები ნელ-ნელა თვითონ იშორებს აი ამ ნადებს, რომ არ მოხდეს უეცრად. თუ კი არ იკვებება პაციენტი, იქამდენაც სქელი ფენა წარმოიქმნება ხოლმე ნადების, რომ მისი უეცარი მოხსნა იმ მე-7 მერვე დღეს უკვე სისხლდენის რისკი არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშობლები თქვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ აუცილებლად და ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად ჯანმრთელობას უსურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.